დღეს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დაუჯდომელ ლოცვა ვედრებას აღუბრებს. მღვდელმთავარი ილიამ მინიატისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხების შესახებ ბრძანებს. როცა ღმერთი ძლიერ განრისხებულია ცოდვილზე, განა შეუძლია ვინმეს მის წინაშე იშუამდგომლოს, მისი მრისხანება ვედრებით მოალბოს და მოწყალებისათვის განაწყოს. იქ უდაბნოში ებრაელები ისეთ დიდ უჟულვებას ჩადიოდნენ, რაც კი შესაძლებელია ადამიანმა ღვთის წინააღმდეგ ჩაიდინოს. კერპს სცეს თაყვანი, ჭეშმარიტი ღმერთი უარყვეს, რომელმაც ეგვიპტელთა მონობიდან იხსნა ისინი. ოქროს ხლბო ჩამოასხეს და მას ეთაყვანებოდნენ როგორც ღმერთს. ძლიერ მრისხანებს ღმერთი და მათი განადგურება დაღუპვა და აღგვასურს პირისაგან მიწისა. მოსე თავის ერს შუამდგომლობს და შესთხოვს უფალს. დასხერ რისხვისაგან გულის ღრომისა შენისა და ხინება ხავ უკეთურებისა მისთვის ერისა შენისა. მოიხსენი აბრაამის, ისააკისი და იაკობისი მსახურთა შენთა. არა უპასუხა ღმერთმა, და მიტევე მე და განვრისხნე გულის ღრომითა დიდითა და ავხოცნე იგინი. მიტევე მე, ვინ დააკავებს ღმერთს, წინ ვინ გადაეღობება. აენთო მისი მრისხანება, გაშიშულდა მახვილი. ის თავად არის ყოვლის შემძლე და ყოვლის ამპრობელი. ვის აქვს იმდენი ძალა და გამბედაობა, რომ არ დაუშვას მისი შურის გება ამ უმადურ ერზე. მას აფერხებს, აკავებს და სასჯელის აღსრულებას არანებებს ვედრება მოსესი, რომელიც ეუბნება. დასხერ რისხვისაგან გულის ღრომისა შენისა და ლხინება ხა უკეთურებისა მისთვის ერისა შენისა. და მოაგონა პირველი პატრიარქები მისი ერთგული მონები და მეგობრები. მოიხსენი აბრაამისი, ისააკისი და იაკობისი მსახურთა შენთა. მართლაც ღმერთმა ძვინვარება შეწყვიტა, დააცხრო მრისხანება თვისი. მოწყალე იქმნა, მიუტევა ებრაელებს უდიდესი უჟულვება და ლხინება ხო ბოროტისა, მისთვის ერისა, რომელ თქვა ყოფად მათდა. ახლა ვიკითხავ, ღმერთის წინაშე ვინ იყო მოსე, უბრალო მონა? ვინ იყვნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი? ისინიც მონები იყვნენ. ყოვლადწმინდა ქალწული, ის ვინ არის წინაშე ღმრთისა? ის დედაა, უსაყვარლესი ყველა ქმნილებათა შორის. წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებით არსებობს უსაზღვრო სხვაობა ღვთის მონებსა და დედა ღმრთისას შორის. და თუ კი მონის მოსეს შუამდგომელობა აუკებს ღმრთის მრისხანებას და კერპსახური ებრაელების განადგურებას არანებებს, ღმრთის დედის მარიამის მეოხება მით უმეტეს დააუკებს ღვთაებრივ რისხვას და ცოდვილ ქრისტიანთა დასჯას არ დაანებებს. ყოველ წმინდანთა შესავედრებელი ღმერთი ზოგჯერ ისმენს მაცას, ზოგჯერ კი ყურად არ იღებს. ის უფალია, ისინი მონები. ისინი ითხოვენ წყალობას, რომლის მიღებაც მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. წმინდა პავლემ ხომ სამგზის ითხოვა წყალობა და შესმენილ არ იქმნა, მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულის ვედრებას ღმერთი ყოველთვის ისმენს. ის ძია მისი, თავად კი დედაა ღმრთისა. დედის თხოვნის შესრულება არ არის წყალობა ძისა, ეს ვალია. როცა სოლომონის დედა ბერსაბე მეფის სასახლეში შევიდა, მეფე ტახტიდან წამოდგა. ამბობს წმინდა წერილი. და ზიაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თვისა და ამბობს უყო მას და დაჯდა საღდარსავე თვისა და დაუდგეს საღდარი დედასა მეფისასა და დაჯდა მარჯვენით მისა. და როცა დედამ უთხრა, რომ ერთი სათხოვარი აქვს, შვილმა ღრმა პატივისცემით მიუგო. ითხოვე დედაო, ჩემო რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან.
უბრძნეს სოლომონს ესმოდა, რომ თუმც მეფე იყო, მოვალე იყო დედისათვის, როგორც დედოფლისათვის პატივი მიეგო. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. ასევეა უზენაესი ღმერთი. როცა ყოვლადწმინდა ქალწული ზეცად წარსდგა და ღვთაებრივი დიდების პალატში შევიდა, როგორ ფიქრობთ, როგორი პატივით შეხვდებოდა მას ზემხოლოდ შობილი. ჩვენ არ ძალგვიც იმ პატივის წვდომა და ვერაფერს წარმოვიდგენთ, გარდა იმისა, რაც სული წმინდამ დავითის პირით იწინასწარმეტყველა. დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა, ანუ იქ იმ ადგილზე, რომელიც ყოველთა წმინდანთა და ნეტართა დასზე, ანგელოსთა, მთავარ ანგელოსთა, ქერუბინთა და სერაფიმთა განწესებაზე მაღლა, მარჯვენით თვისა, ღვთაებრივ ტახტზე დააბრძანა იგი და იქ თითქოს და ეუბნება მას. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. ანუ დედაო ჩემო, ყოველთა ნათესავთაგან რჩეულო, კურთხეულო დედათა შორის, როგორც დედამიწაზე ხარ მიმადლებული და მადლით აღსავსე, ასევე განდიდებული და დიდებით აღსილი ხარ სამოთხეში. შენ დედა ხარ ჩემი და მე ძე შენი. ძეს პატივისცემა ეგების დედისა. იჯეგ მარჯვენით ჩემსა და ცასა და მიწაზე იმეფე. და ანგელოსნი და ადამიანები, როგორც დედოფალს და დედას ღმრთისას თაყვანს გცემდნენ. მე ვარ ღმერთი, მე ვარ ძე, ვითარცა ღმერთი ჩემს დიდებას მოგმადლი, როგორც შვილი ჩემს გულს გიძღვნი. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. თხოვე, რაც გსურდეს, მე შევასრულებ შენს თხოვნას და იცოდეს სამყარომ, ჭეშმარიტად ვინ არის ძე შენი და ვინ არის დედა ჩემი და ამგვარად განგადიდებენ ნათესავნი. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. სარეცელზე მწოლარე სნეულის კურნება ითხოვე, თავისუფლება დიდი ხნის წინ ბორკილ დადებულ ტუსაღისა ითხოვე, შეწევნა უბედურებაში მყოფი ღატაკისათვის, ხიფათისაგენ მოგზაურთა ხსნა ითხოვე და ემხოლოდ შენ გიხმოს სნეულმა და განკურნოს, ტყვე გათავისუფლდეს, ღატაკი განსღეს, მეზღვაური ხსნილი იქნას. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. ის უშვილო დედაკაცი შვილის მიცემას გევედრება, ქალწული უბიწოების დამარხვას, მეომარი გამარჯვებას, მეზღვაური ნავთსაყუდელს, მიწათ მოქმედი მოსავალს, ვაჭარი მოგებას, მათი თხოვნა მხოლოდ დედის მეოხებით შესრულდება. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. შენ გსურს, რომ სიკვდილისაგან, წყულთაგან, ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცულ იქნას ის ქალაქი, ქვეყანა, ოლქი, სადაც კეთილკრძალულ პატივს მიაგებენ სახელს შენსას და იყოს ასე. შენ ასევე გსურს, რომ ცოდვილი, რომელმაც ჩემი რისხვა აღანთო, მოუნანიებელი, სიკვდილისა და საუკუნო ტანჯვის ღირსი ცოდვილი, ღვთაებრივი მადლით გაბრწყინდეს და სინანულისაკენ მიიდრიკოს, რათა გადარჩეს და ეს შესრულდეს დედის სურვილი. ითხოვე დედაო ჩემო, რამე თუ არა გარე მივაქციო პირი ჩემი შენგან. მე ვარ ღმერთი, მე ვარ ძე, დედისადმი სიყვარულის გამო ყოველივეს ქმნა ძალმიც, ისე როგორც შენ გსურს და ჩემი დიდებით განიდიდოს დედა ჩემი და ჩემს დიდებას შეადგენდეს განდიდება დედისა. ქრისტიანენო, ვიმეორებ, თუ ღმერთი წმინდანთა ვედრებას ისმენს, წყალობას მოიღებს, რამე თუ წმინდანთა ხელმწიფეა, ხოლო თუ კი ისმენს ვედრებას ქალწულისას, ვალს აღასრულებს, რამე თუ ის ძია ქალწულისა. ღმრთისაგან მოცემულია სჯული, ძისაგან დედის პატივისცემისა და მას მერე, რაც ღმერთმა ქალწულისაგან ხორცნი შეისხნა, ის თავის საკუთარ სჯულს დამორჩილდა. გიორგი ნიკომიდიელი ასე ამბობს ამის შესახებ, როცა ქალწულს მიმართავს. ვინაიდან შემოქმედი ვითარცა ძე შენს დიდებას, თავის დიდებად მიითვლის,
ერთგვარად ვალს იხდის, შენს თხოვნას აღასრულებს. სად ხარ, უცოდვილესო, შენი ცოდვებით, ყველა მეზვერეს, მრუსა და ყაჩაღს რომ გარდაემატ. აქეთ გამოდა ბედნიერ ამბავს გამცნობ, ღმერთი განგირისხდა, როგორც უგულო და უმადურ მონას დღევანდელ იგავში, თავისი მადლისაგან განგაგდო, წმინდანებმა მოგიძულეს და ნაცვლად შუამდგომლობისა გკიცხავენ, ვალი შენი ცოდვებისა ფრია დიდია და არ იცი ღვთაებრივი მართლმსაჯულების წინაშე რითი გადაიხადო, ამის გამო შიშობ და სასოს წარიკვეთ, უბედურო სულო გამხნევდი, შენს უბედურებაში არის შემწე, ეს უწმინდესი ქალწულია. გინდ მთელი რისხვა ღვთისა შენდამი იყოს მომართული, თუკი დედა ღმრთისა მეოხად დაგიდგება, უფალი მოუგება, რადგან ისზია, მხოლოდ მან ერთმა რომ სთხოვოს, შესმენილ იქნება მისი თხოვნა, რამე თუ ის არის დედა. ქრისტიანო, განაარუწი, რომ მიმადლებული დედის ერთი ცრემლიც კი მრავალ ცოდვას ახოცავს. მისი მეოხება ერთი სიტყვა, ერთი ნიშანი საკმარისია, რომ ღმრთის მთელი მრისხანება და დრთვინვა წყალობა და მოწყალებად იქცეს. მიირბინე მის საფარველთან, შეწევნასევედრე, კონდეს მისი მეოხების იმედი და გწამდეს, რომ თუ ასეთ ანძას ჩაეჭიდები, არ დაიღუპები, არც ერთი სულიერი არ დაღუპულა კიდობანში. ასევე არც ერთი ქრისტიანი არ დაიღუპება, ვინც მფარველობის ქვეშაა უწმინდესი ქალწულისა, რომელიც კიდობანია განწმენდის. მარიამი, უნეტარესი სახელი, ანგელოზთა სიტკბოება და მწუხარეთა სიხარული. მარიამ ქალწულო, დედაო ღვთისა, დედაო ქრისტიანეთა, მე ის უხმარი მონა ვარ, ვიზეც დღევანდელი სახარება მოგვითხრობს. მონა, რომელსაც ძე შენი განურისხდა და წმინდანებმა მოიძულეს. მონა, რომელმაც ღვთის მართლმსაჯულებას თავისი უსასრულო ცოდვების ვალი უნდა გადაუხადოს. რა ვიღონ, ვის მიმართო, ხსნას საიდან ველოდო, ჩემს თავდებად გიგულებ, შენსკენ მოვისრაფი, შენზედ ვსასუებ, რამე თუ შენ ხარ უიმედოთა იმედი, ცოდვილთა საფარველი, დედა ქრისტიანეთა. იმედო ჩემო, შესავედრებელო ჩემო, მიიღე, დაიცევ მონა შენი, მოწყალე იყავ შენს შვილთა მიმართ. ერთი შუამდგომლობა, ერთი სიტყვა, ერთი ნიშანი და ხსნილი ვარ. ხოი მარიამ, შენზედ მსასუებელი, შეუძლებელია დაიღუპოს. ყოვლადწმინდო მღვდისმშობელო, შეგვეციე და გვაცხოვნა ჩვენ. შეიწიროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ჩვენი ეს ლოცვები, რომელიც დღეს აღვასრულეთ და ღირსი გავხადოს სათავსასუფეველის დამკვიდრებისა. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვებით დაგლოცოთ თქვენ სრულიად საქართველო და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი